კი ბატონო, ჩაწერა, აი ჩაწერა დაიწყო. კარგი, ჩაწერა დაიწყო. ახლა მოდი გავაზიაროთ და მოდი ესე გავაზიაროთ, წამით ერთად. დაგჭირდება ხმაც. კარგი. მოგესალმებით უკაცრავად შეფერხებისათვის, მაგრამ ზოგჯერ ცენტრალურ ტელევიზიებში არის ხოლმე შეფერხებები. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. რაღაცნაირად, როდესაც ვიწყებდით ამ საქმეს, ჩვენ ფიქრობდით, რომ თავარი არის შევქმნათ სივრცე. სივრცე, სადაც ადამიანს, როდესაც მისთვის კომფორტული არის, მაშინ შემოვა. შეიძლება ვიღაცა დაესწროს პირისპირ შეხვედრას და მე დიდი მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამას ახერხებთ და შესაძლებელი არის, რომ უბრალოდ ნახოთ. ვიდეოები, ფოტოშოპის ამაზე კითხვა იყო და ამიტომ მე ახლა კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, მოდით ეს ბევრი კითხვა იყო, რა ვერ ვესწრები და სად ნახო. აი ნახეთ, მე გადავდივარ, ვინც Teams-ის ჯგუფს ხედავს და Teams-ის ჯგუფში შედის, მე ვაჩვენებ, რომ აი ეს არის Teams-ის ეგრეთ წოდებული generally, ანუ საერთო ძირითადი გვერდი. აი თქვენ ხედავთ, რომ ხა სამწუხაროდ წამოწყებული არის, ვიღაც ჩემი კოლეგები არიან შესული ძველ ვებინარში. Teams-ი ესეა მოწყობილი. სამწუხაროდ ამას მე ვერაფერს ვერ უზამ, ხა ამას ვიტყვი, ხო? რაღაცა დეტალურად რიცხვისა და მიხედვით უნდა ზუსტად იქ შევიდეთ, სადაც საჭირო არის. ისევე როგორც ნახეთ, აი ამ შემთხვევაში წამოიწყეს, ესე იგი, ვებინარი და შიგნით ისევ არის ერთი კოლეგა ჩვენი შიგნით შესული, მე არ დაუწერე, რომ დატოვეთ ეს შეხვედრა, არასწორი ბმული არის, მაგრამ სამწუხაროდ ეთყობა ხმა ვერ მივაწოდე, იმიტომ რომ იმ ჯგუფში Teams-ი არ მიშვებს და ვერ ვაჩერებ, ასე ვთქვათ, ვებინარს. თეკლა, მოგწოდეთ, თუ შეიძლება უპასუხო, რა შეიძლება ვიღაც მასწავლებელი იყოს, რა. ხო, ასე რომ ეს დამარტებისათვის. ეხლა რაც შეეხება სად ვნახოთ ძველი ვიდეოები. შეხედეთ, აი როდესაც აი აქ ხედავთ არის ესეთი საქაღალდე shared, ანუ გაზიარებული. აქ თუ შეხვალთ, ხო? აი აქ არის ესეთი საქაღალდეების და რესურსების ჩამონათვალი. აქ ყველაფერი მაგრდება, შეგახსენებთ Teams-ში, რაზეც ჩვენ აი ძირითად იმაში ერთმანეთს უზიანებთ. ლინკი იყო დადებული Facebook-ზე და იქ იმეწავშალე. ეხლა წავშალე, მაგრამ ეხლა ისევ დავდე და ის სწორი ლინკი არის ახალი, რომელიც დავდე. შეხედეთ, აი აქ არის ჩანაწერები, ინგლისურად ქვია recordings, აი გავხსენით ჩანაწერები და აი აქ არის ჩანაწერები ძველი ბმულების. განმარტებისათვის ესე ვიტყვი, შეხედეთ, ჩვენ აწინ ნუმერაციას გავაკეთებთ მხოლოდ ელექტროინჟინერიისადმი მიძღვნილ ვებინარებს. მასწავლებლის სახს რო უდევს ლინკი, ის არის რომ ჯგუფში რომ შემოვიდნენ და პირველი ვებინარის დასრულდა ის ვებინარი. მაგას გავარკვევთ. სხვათა შორის უკაცრავად. ხო, გაუგებრობას აქვს ადგილი, ამიტომ აპატიეთ გავაგრძელებ ისევ საუბარს, შედია სხვა იმითი, იმიტომ რომ სხვადასხვა გვერდზე რაღაც სხვადასხვა ისენი დევს, რა ქვია, ბმულები. მაგრამ ახლა გამოვასწორებთ. ამ საკითხს. მე ისევ ბატონო კახა, უკაცრავად ხმა მეორდება თქვენგან, თუ მარტო ჩემთან არის ესე. მაია, ხმა გათიშეთ, იმიტომ რომ ჩემი ხმა
რეზონირებს. გათი შეთქმა? რომელი მაგალითად გაქვთ ისე და ეხლა ჩავდგე. კარგით. ეხლა მოდით მე მეორეს მხრივ გავაჩუმებ სულ ყველა მონაწილეს დროებით. ეხლა რეზონირებს ჩემი ხმა. მომწერეთ უბრალოდ პასუხი. არა, კარგად ისმის. ეხლა კარგად ისმის. კარგით, ესე იგი უბრუნდები ისევ იგივე ადგილას, სადაც გავჩერდი. ესე იგი, აი ეს არის ის გვერდი, სადაც არის ყოფილი ისეთი, რა ქვია, ვებინარები. ნუ გზა, თუ შეიძლება ჩაუწიო რა იქ ხმას რა, ხმამაღალზე არ კონდეს მაიას. სადღაც ისმის ჩემი. შესაბამისად, აქ შეგვიძლია რომ ნახოთ გასული ვებინარები. ამავე დროს ამას წერილობითაც მოვაწესრიგებთ ამ საქმეს, მაგრამ აქვე ვიტყვი რომ სახელწოდებები, ეგრეთ წოდებული ხუთშაბათის ვებინარები, როცა ვსაუბრობთ STEM მიმართულების მეცნიერებებში მნიშვნელოვან აღმოჩენებზე, აი მაგალითად დღეს რობოტებზე ვისაუბრებთ და მათ როლზე ჩვენ საზოგადოების ცხოვრებაში და როგორ შეიძლება სკოლაში შემოვიტანოთ. ასე ვთქვათ, მათი გაცნობა თუ შექმნა ეს იქნება უბრალოდ სახელწოდებით დაფიქსირებული, თან გადავანაწილებთ საქაღალდეებში, ხოლო ნუმერაცია შეუნარჩუნებთ ელექტროინჟინერიის საფუძვლების კურსს. რამე თუ იქ მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი ამ კურსს მიყვება, თანმიმდევრობა დაიცვას, ან დაუბრუნდეს რომელიღაცა ესე იგი კურსის ნაწილს, თუ რაღაცა ტიპის ცოდნა უნდა რომ შეივსოს. ხო, აი ეხლა მოკლედ ამას ვიტყვი, რომ მეტი ამაზე არ გავცელდე და გადავალ უკვე ძირითად სივრცეში ჩვენს, ასე ვთქვათ, პრეზენტაციაზე, იმიტომ რომ დრო გადის და არც ისე ბევრი გვაქვს. ესე იგი, დღეს ჩვენ გვინდა რომ შემოგთავაზოთ და გესაუბროთ აი ამ, ესე იგი, მოვლენაზე, როგორიც არის რობოტები. ეხლა სლაიდზე თქვენ ხედავთ, ხო, მე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვამზადებთ, ხო, აი სლაიდებს, რესურსებს, ჩვენ გულისხმობთ, რომ შეიძლება ჩვენ კოლეგას, მასწავლებელს მოეწონოს ეს რესურსი, გადააკეთოს, გადაასხვაფეროს, რა ვიცი, ამ ინსპირაციით თვითონ შექმნას, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ჩავაგდოთ რაღაცა რესურსები, რომელიც მე მასწავლებელს შეიძლება გამოიყენოს სკოლაში, გაკვეთილზე და ასე შემდეგ. ხო, ეს უბრალოდ ჩანართისათვის. რა სურათები არის, ნახეთ, მარცხენა მხარეს თქვენ ხედავთ წიგნის ყდას, ამ წიგნში პირველად გაიჟღერა ამ სიტყვამ, ეს არის რობოტი, ეს იყო ჩეხი მწერალი, კარლ ჩაპეკი, რომელმაც გამოიყენა სიტყვა რობოტი, ჩეხური, სლავური სიტყვისაგან, სხვათა შორის წარმოშობა აქვს. რაბოტა იცით თქვენ რუსულად, ჩეხურად ერთადერთი არის და ანუ მშრომელი არსება, რომელიც ადამიანმა შექმნა, იმიტომ რომ მას დაეხმაროს ან მის ნაცვლად იშრომოს. აი მას მხატვარს ამ პირველი წიგნის ყდაზე მოჩანს აი ესე წარმოედგინა რობოტი, რომელიც გარეგნობით წააგავს მაინც ადამიანს. რაც შეეხება მარჯვენა სურათზე, თქვენ ხედავთ კომპანია ტესლას რობოტს. სხვათა შორის საოცარი არის კარლ ჩაპეკის წინასწარმეტყველება, იმიტომ რომ ფაქტიურად მის მიერ წარმოდგენილი რობოტის იმეორებს დღევანდელ დღეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესე იგი წინ წასული თავის განვითარებაში ტესლას რობოტი. თქვენ ხედავთ სურათზე, რომ ის ისეთ დელიკატურ მოქმედებებს ასრულებს, როგორიც არის მაგალითად კვერცხის აღება, გადადება, გადმოდება, გატეხვა, გულის ამოღება, მე რა ვიცი, მომზადების ვიდეოს ხოშოს არ მინახავს, ხო? ასე რომ აი აქედან, ამ იდეიდან, რომელიც მარცხნივ არის, რობოტი განვითარდა აი ამ ტესლას რობოტამდე. შემოგვიერთდი დათვითოვინა დავწადე. ხო, თუ დავინახავთ განმარტებას, აი მაინც რომ წავიკითხოთ, ხო? დღევანდელ ინტერნეტში რობოტის შესახებ ჩვენ შემოგვდის ესეთი განმარტება. მაპატიეთ ერთ წუთს. თუ შეიძლება ტელეფონი ვინმე გამომართვეთ და უპასუხეთ რა. ჩემი ტელეფონი თქვენთან იყოს რა. ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი მანქანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის არის დაპროგრამებული, ანუ დამოუკიდებლად ის არ მოქმედებს. და თუ იქნება ილუზია, რომ რაღაც სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედებს, ესეც მის პროგრამაში არის, სხვათა შორის ჩადებული. ასე რომ ჯერ შორსავართ იმ შიშებისაგან, რომელიც ზოგჯერ მხატვრულ ფილმებში არის, რომ რობოტებმა ჩვენ წინააღმდეგ შეიძლება რამე ჯანყი წამოიწყონ. უბრალოდ ის ავტომატიურად აკეთებს რთულ თანმიმდევრობას. ანუ ამ პროგრამაში
ყოველთვის კი არ ეკითხება ადამიანს და თავის შემქმნელს რა გავაკეთო, არამედ რაღაცა მისდამდე რომ მივა, მერე უკვე უბრუნდება საწყის მდგომარეობას, ხო? ასე რომ ის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს. რობოტები მართული არის ან გარეგანი სხვადასხვა სადენებით თუ სხვადასხვა საშუალებებით, ან შიდა საკონტროლო მოწყობილობებით, ნახეთ, რომელიც არ ჩანს. ჩვენ ვეძახით დისტანციურ მართვას, ხო, ესეთ რამეს, ხო? ორნაირი მიმართულება არის რობოტებში, ჩვენ ვნახეთ, ეს არის, როდესაც რობოტებს აქვთ ადამიანის მსგავსი ჰუმანოიდური გარეგნობა, ამას თავის ფუნქციონალური მნიშვნელობაც აქვს, სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩვენი სხეული ბიოლოგიაში, აი, თუ ბრძანდებით ბიოლოგები, ალბათ გეცნობათ, რომ ერთ-ერთი იდეალური მექანიზმი არის ნებისმიერი საქმიანობის გაკეთებული. ჩვენი კიდურები როგორ არის მოწყობილი, ჩვენი სხეული როგორ ასე იგი ბალანსირებს ან აწონასწორებს გარკვეულ დატვირთვებს, როდესაც ჩვენ ესე იგი შრომით ავართ დაკავებული, მაგრამ ამავე დროს სუფთა ფუნქციონალური მიზნობრივი მანქანებიც არსებობს რობოტებთან დაკავშირებით. მცირე ისტორია რომ გავიხსენოთ, ერთოც ვიღაცა შემოსვლა უნდა მივცემ უფლება შემოსვლის და დაუბრუნდები ისე პრეზენტაციას. საინტერესო არის ალბათ რომ ბავშვებმა იცოდონ ესეთი რამე, შეხედეთ. აი მარცხენა მხარეს თქვენ ხედავთ, მაშინ ფილმი გადაიღეს ჯერ კიდე 20-იან წლებში, რობოტი, რომელსაც აწერია ლათინური ასოებით რურ, ითარგმნებოდა როგორც ესე იგი მოაზროვნე კი არა, ესე იგი პროგრამირებული უნივერსალური რობოტი. ანუ ესე იგი მიახლოებით გონიერად ესე იგი გამსჯელი რობოტი, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო საფუძვლები აქვს, იცით, ამ იდეას საერთოდ ხელოვნური ადამიანის შექმნის. იგივე ჩეხეთის ტრადიციაში, ჩეხეთის ტერიტორიაზე ვინ ცხოვრობდნენ, ხო, ებრაული თემები, მათ შორის იყო ესეთი გავრცელებული ლეგენდა, იმიტომ რომ აქედან იღებს საფუძველს ეს ლეგენდა, ეგრეთ წოდებული თიხის კაცის შესახებ, რომელსაც კაბალას მიმდევარე, ესე იგი სასულიერო პირები იუდაიზმის გარკვეული შელოცვებით აცოცხლებენ და აი თქვენ ხედავთ ერთ-ერთი ნაწარმოებიდან მოკლედ აი ესეთ სურათს, ხო, სასულიერო პირი იუდაიზმის და ესეც საინტერესო ეს ჩეხური ტრადიცია იყო. ამიტომ ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ და რა ვიცი, მე წაკითხული მაქვს ესე რომ კარლ ჩაპეკის ეს იდეები რობოტის შექმნის შესახებ, ხო? წამოსული იყო, თქვათ, აი ამ სწავლებიდან, ამ ცოდნიდან ვიღაცას დღესაც რეალობად მიაჩნია სხვათა შორის გოლემის არსებობა, როგორც ხელოვნური ადამიანის რა. ასევე ძალიან საინტერესო არის, სხვათა შორის ბავშვებს შეუძლიათ ამაზე მოთხრობებიც არის, ზღაპრებიც არის გამოსული და საინტერესო იქნება და ჩაპეკის მოთხრობას თუ წაიკითხავენ ბავშვები, საინტერესო იქნება რომ იფიქრონ, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად საუბრობთ თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს საშიშროებებზე. ძალიან საინტერესო არის წარსულში თუ წავალთ, მე მინდა რომ ეს ნაწყვეტი გაჩვენოთ ამ ფილმიდან. შეხედეთ, ეს არის ესეთი ძველი ფილმი მეტროპოლისი, ვერ გავიგე. არ გადმოიტანა ესე, სურათების სახით გადმოიტანა, ხო? ვაცადეთ ერთოც მოდით ესე გავაკეთოთ. მე ხა თქვენ წინაშე შევალ. ესე იგი რა ქვია YouTube-ში აი აქ ჩავწერ რა ხომ პრეზენტაცია მოკლედ დღეს ისა გვაქვს და აი ჩავთავ აი ამ მემას ზომით ჯობია რომ ლათინურად ჩავწეროთ ეს არის ძალიან საინტერესო ფილმი ვისაც უყვარს კინემატოგრაფია მე ურჩევდი რომ ნახოს, ხო? და აი ეს მომენტი მინდათ რომ გაჩვენოთ. აი ნახეთ, აი ეს რობოტი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ ეკრანზე, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ესეთი მექანიკური კინოფილმში გამოყენებული, ესე იგი მანქანა. მას შეეძლო უბრალოდ ხელების მოძრაობა და თავის შეტრიალება მარცხნივ და მარჯვნივ. და ის იყო გამოყენებული როგორც ასევე სიმბოლოთა და უკვე თქვენ ხედავთ როდესაც ძირითადად კინემატოგრაფიაში ადრეულ ეტაპებზე მსახიობი იწმევდა ხოლმე როგორც რობოტი, იმიტომ რომ აქ სიუჟეტის მიხედვით ეს რობოტი გარდაიქმნება ასე ვთქვათ ადამიანად რა. რახან მე დავკარგი ის რაც ქონდა შერჩეული, აი მაინც კიდე ერთ იმას გაჩვენებთ,
მე ვფიქრობ, რომ აი ეს ფილმი, რომელიც მომავალზე არის, ესე იგი საუბრობს და საინტერესო არის თავისი შინაარსით, როგორ იყო გადაწყვეტილი, ჯერ საოცარი მხატვრების გაკეთებული არის, პოსტმოდერნის სტილში არის გაკეთებული ფილმი და მისი ნახვა მნიშვნელოვანი არის. მე ვფიქრობ, ბავშვებიც იხალისებენ, რათა ის იდეა. აქ არის იდეა, რომ რობოტი შეიძლება გაცოცხლდეს და დაემსგავსოს ადამიანს. რაც შეეხება ამ რობოტს. ხოლო გარდა ამისა, ასევე ძალიან საინტერესო, ესე იგი, მომენტი არის, აი ეს, ესე იგი, ძველი ბერძნული მითი, ასე ვთქვათ, რობოტებზე. მოდით ესეც აი აქ გადავიდეთ და ნახოთ, ეს არის, ესე იგი, რა ქვია, არგონავტების მითში და ჩვენ ვიკავშირდება რაღაცნაირად არგონავტები, არის აღწერილი აი ესეთი შექმნილი, ესე იგი, ჰეფესტოს მიერ, აი ხადეთ ჩავთოთ მოდით ეს ვიდეოც. ბავშვები დაინტერესდებიან, სოციალურ ფილმით საინტერესო არის, ბავშვები იხალისებენ. ჰეფესტოს მიერ შექმნილი ესეთი ლითონის ქმნილება საინტერესო არის, რომ მის ესე იგი იდეა ესეთი იყო, რომ მისი გაცოცხლება დაკავშირებული არის გარკვეულ სიცოცხლის ძალის მქონე სითხესთან და ქუსლიდან თუ გამოუშვებ ამ სითხეს, მისი მორევა შეიძლება. ასე რომ რობოტის შესახებ სწავლებები მე გადავაქვთ ცოტათი შევხედოთ. აი ესე წარმოედგინა ბერძნებს მექანიზმი, ოღონდ მას ღვთაება ქმნიდა და არა ადამიანს. შემთხვევაში არგონავტები თავის ძალიან საშიში არის, მაგრამ აი ეს მინდოდა ეს მეჩვენებინ, ეს ძალიან საინტერესო მომენტი არის, როგორ გაანადგურებენ თავს, ხო? აი შეხედეთ, ერთ-ერთი მიხდება, რომ მის ქუსთან უნდა მოუშვას გარკვეული სარქველი და იქიდან გამოუვა თავს მაცოცხლებელი სითხე, რომელიც დააკარგინებს ცხოვრებას. კარგი, დავასრულებ ხა იმას. ხო, აი ეს ძალიან, ესე იგი, საინტერესო არის ამას დაფიქრება, თუ საიდან მოდის ეს რობოტის, ასე ვთქვათ, იდეები. ეხლა რაც შეეხება თანამედროვე რობოტებს, ხო? ანუ მე მინდა წარმოგიდგინოთ ეხლა მიმართულებები თანამედროვე რობოტების, ხო? და ეს საინტერესო არის ბავშვებისთვის, რატო იცით, რომ როდესაც ისინი შეეცდებიან, რომ პროექტები შექმნან, ან გამოიყენონ რაღაც გარკვეული ელექტროინჟინერიის ელემენტები, რომ იგივე კლასში იმუშაონ თუ კლუბში იმუშაონ, ხო? მნიშვნელოვანია დავანახოთ გარკვეული მიმართულებები, იცით? რა მიმართულებებით ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები. მაგალითად, ერთ-ერთი ესეთი მიმართულება არის მობილური რობოტები, რომლებიც გადაადგილდებიან და მიაქვთ და მოაქვთ სხვადასხვა მასალები. ესე იგი, არ ვიცი ეს რატო აკეთე, ესე იგი რაღაცა ფორმატში რომ გავხსენი პრეზენტაცია, საერთოდ დაკარგა, ყველა წამოიღო როგორც სურათი და ნუ მაშინ მე უნდა ესე გადავიდე და ვეძებო იმაში. ესე იგი ცალ-ცალკე უნდა რო არ დავკარგო დრო, ხო? მოდით აი ესე გავაკეთოთ, ესე ჩავთავ. ნუ მე ვფიქრობ, რომ მომზადებული მქონდა, მაგრამ მოდით აი მაგალითად ნახოთ Amazon-ის კომპანიის, ესე იგი რობოტები. Amazon is increasingly introducing autonomous robotic systems to its warehouses. მობილურები უბრალოდ Here, we see small მოძრაობენ, carrier ისინი robots sensing მოძრაობენ obstructions as they go about their მიმართულების work. მიმცემი ელექტრომაგნიტური ხაზების ან უბრალოდ ფერით გაკეთებული გააჩნია უკვე რა სენსორები არის და თქვენ ხედავთ უზარმაზარ სივრცეში, სადაც საერთოდ არ მოჩანს ადამიანი, რამდენი მანქანა Amazon is increasingly introducing autonomous robotic systems to its warehouses. მიცემულ ბრძანებებს. აი We ამ see small მიმართულებას ამ carrier ტიპის robots რობოტების sensing შექმნას და obstructions as they go about their სამუშაოში work. მცის ესე მოწყობას, ხო? ეძახიან ეგრეთ წოდებული მობილური რობოტების, ანუ მოძრავი რობოტების მიმართულების სისტემას. შემდეგი მსხვილი მიმართულება, ეს არის ეგრეთ წოდებული ინდუსტრიული რობოტები, ხო? მე ისე ბუდის მოვიხდი, ვინაიდან, ესე იგი, ჩემო პრეზენტაციამ
შესაძლოა აი აქ მოდით მოვძებნოთ, მაშინ ჩავწეროთ. ინდუსტრიული რობოტები უფრო მეტს აკეთებენ. აი პირველივე გავშალოთ, მე მგონი აი ეს ვიდეო მქონდა მე ჩამოტანილი. ინდუსტრიული რობოტები უკვე დაკავებულები არიან დამოუკიდებელი საქმიანობით. ნუ ყველაზე გავრცელებული სისტემა არის, თქვენ ხედავთ, ძირითადად ეს არის მანქანებშენებლობაში. ისინი თითქმის თავიდან ბოლომდე აი ამ აგებენ, ასე ვთქვათ, მანქანებს. და სხვადასხვა მაგალითები არის ამ პრეზენტაციას აუცილებლად სულ ყოფთ რომ შეგნით ვიდეოები იყოს და ისი ავტვირთავთ ამ ჩვენი შეხვედრის გვერდზე და ვფიქრობ რომ ბავშვებს საინტერესო იქნება. აი ამ რობოტების მსგავსი რობოტების გაკეთება, ხო? ბავშვებს შეუძლიათ მინდა გითხრათ სკოლაში. ეხლა შორს არ წავალ, დაახლოებით თქვენ ხვდებით რა ტიპის არის ინდუსტრიული რობოტები და რაში არიან, რა საქმიანობაში არიან ისინი ჩართული. შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ეგრეთ წოდებული მომხმარებლის დამხმარება რა. და აქ მე ვფიქრობ უპრიანი იყო და მე სწორედ ვეცადე რომ მომეძებნა და ახაც ზუსტად ესევე მოვძებნი. მაკდონალდში, რა ვიცი, მე მგონი თითქმის სულ ყველანი ვართ დამყოფი. და საქართველოშიც კი მაკდონალდის ოფისებში გამოჩნდნენ ესეთი სახალისო ფისოს მსგავსი რობოტები, აი მოდით ჩავთავთ ვიდეოს, აი თქვენ ხედავთ. ესეთი რობოტები თბილისის მაკდონალდშიც დადის. მათ შეკვეთა მოაქვს, მე ბრუნდებიან, სასაცილო ფორმა ეკრანზე ვიშვებიან და მოკლე ბრძანებები, ჩვენები მაგალითად ქართულად საუბრობენ, ბავშვებს ეს ახალისებს რა. რა არის საინტერესო ამ ტიპის სამომხმარებლო რობოტები? ნახეთ, ჩვენ გაჩვენებთ დღეს ჩვენ გაკეთებულ ასევე რობოტს. ბავშვები სკოლის დონეზე ვინც მუშაობენ, ერთ ხაზს რომ გაუწობა რობოტი და რაღაც საქმეს ასრულებს, ესეთ მანქანებს ქმნიან. ამ შემთხვევაში ამ ფისო რობოტს დამახსოვრებული აქვს მთელი დარბაზი მაკდონალდსის კომპანიის და მან იცის მომხმარებლის ნომერი, აი თუ იცით ალბათ რომ შედიხართ ესეთ სპეციალურ მოწყობილობას იღებთ, მაგიდაზე დებთ და სხვათა შორის მომტანსაც შეუძლია ხელით მოგიტანოთ, მაგრამ თუ რობოტს გამოიყენებთ, რობოტი მოგიტანთ. ასე რომ აი მაგალითად ეს რობოტები რეალურად ნაწილი გახდა ბავშვები ძალიან ხალისობენ ამ მომხმარებლის დახმარებაზე ორიენტირებულ რობოტებს. არის ძალიან საინტერესო რობოტები, რომლებიც მუშაობაში ეხმარებიან ადამიანს. ნახეთ, ეწამით, მოდით ახლა ესენი ვნახოთ. ესე იგი, ეს არის უკვე სხვა ტიპის რობოტები. ეს არის მე როგორც მახსოვს. ხო, აი, კობოტები, ერთოც მათ ეძახიან კობოტებს, უცნაური სახელი არის და მოდით ახლა ვნახოთ აი რაში არის საქმე. მე მგონი ეს ვიდეო კარგად გვიჩვენებს კობოტის დანიშნულებას. ნახეთ, ის მკლავი არის, მაგრამ ნახეთ ის დამოუკიდებლად კი არ მუშაობს. ადამიანი იყენებს მას და მისი დახმარებით მაინც ადამიანი ასრულებს გარკვეულ ფუნქციას. თუმცა მასში არის ჩადებული რაღაცეები ავტომატიზებული ფუნქციებიც, ნახეთ, აი ამ კობოტებში. მედიცინაში, აი მაგალითად ჩვენ გახსოვთ, რომ აი შუნტირებას ვაკეთებთ ხოლმე, ხო? აკეთებენ ხოლმე, აი ხედავთ, ხო მედიცინაში სამედიცინო რობოტების უმრავლესობა არის სწორედ კობოტები, ანუ თანამშრომლობით კოლაბორაციის სიტყვიდან მოდის ეს სიტყვა, ხო? აი ეს მნიშვნელოვანი რობოტი არის. ამისი პროტოტიპი მოდელების ჩვენ შევეცდებით რომ გაჩვენოთ ჩვენ ვებინარებზე, შეიძლება რომ ბავშვებს გავაკეთებინოთ, ოღონდ ეს უკვე უფრო მაღალი დონე არის, რაღაცა გამოცდილებას ბავშვები რომ დააბრუნებენ, მერე ესეთი რობოტების შექმნასაც ისინი ასე ვთქვათ შეძლებენ. შემდეგი ტიპი რობოტების არის ეგრეთ წოდებული მოდულური რობოტები. ხო, აქაც ვიდეო რატომღაც არ ჩამოიტვირთა. ეხლა ეს ძალიან საინტერესო მიმართულება არის. ნახეთ. ამ რობოტებზე იძახიან, რომ ისინი ფაქტიურად იცვლიან ფორმას. შეხედეთ, მე ნაპოვნი მქონდა, ეხლა მთავარია სწრაფად მოვძებნო ერთ-ერთი ფორმა მოდულური რობოტის, ხო? აი სადღაც
აი მოდით აი ამას შევხედოთ, აი თითქოს მარტივი არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ხედავთ მექანიზმებს, ნახეთ რომლებიც გადაბმა ხდება ერთმანეთს. შეიძლება დაიშალოს ნაწილებად, და აი როდესაც გარკვეული მიზანი განახორციელონ, აი მხოლოდ მაშინ შეიძლება გაერთიანდნენ და მიიღონ ისეთი ფორმა, რომელიც მათი მიზნას მიღწევას ასე ვთქვათ შეესაბამება. ფათაშორის მედიცინაში იყენებენ ესეთ რობოტებს, რომლებიც შეყავთ სისხლში, მერე სხეულის გარკვეულ საჭირო ადგილას, სადაც უნდა ჩაატაროს პროცედურა, იქ ისინი ერთიანდებიან და შემდეგ უღრმავობენ ადამიანს. ამიტომ ეს რა თქმა უნდა უკვე გაცილებით მაღალი დონე არის რობოტების, მაგრამ აი ესეთი მოდულური, ესე იგი რობოტებიც მნიშვნელოვანი მიმართულება არის. სამწუხაროდ ალბათ სამწუხაროდ უზარმაზარი მიმართულება რობოტების განვითარებაში ეს არის სამხედრო რობოტები. სამხედრო რობოტები, რომლებიც საოცრად განვითარდა განსაკუთრებით აი აქ მოდით აი პირველივე იმას გავშდი, ეს არის ჩინური წარმოების ძაღლი რობოტი, ხედავთ რომ ის არის როგორც ვერავი, მასზე შეიძლება იარაღის დაყენება, არაფერზე არ ვამბობ, დრონებს, რომლებიც დადიან და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეიძლება, მაგრამ ადამიანის ცივილიზაცია ისეთი არის, რომ აი რობოტების გამოყენებაში ყველაზე წინ პირველ რიგში წავიდნენ რობოტები, რომელიც ფაქტიურად, მისთვის იცავს, მაგრამ მისთვის ანადგურებს ადამიანის ასე ვთქვათ სიცოცხლეს რა. და ბოლოსაკენ რომ ნახოთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის. ესე იგი რობოტების ეგრეთ წოდებული კოსმოსისათვის შექმნილი რობოტები, ეს საერთოდ სხვა მიმართულება არის. რა თქმა უნდა, რობოტს იდეაში ითვლება რომ ყველა შეუძლია რომ იმუშაოს კოსმოსში, მაგრამ თლათ ესე არ არის, მას აქვს გარკვეული სპეციფიკა. და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მე ახლა შეჩეული ვიდეოები ცოტა სხვა ხონა, მაგრამ ახლა ვეძებ რომ დრო არ დავკარგო, პირველივე რაც ხდება და ყველაზე ცნობილი რობოტები ეს იყო რობოტები, რომელიც გაუშვეს მხარეზე, მე ხა გადახოვით მოძებნი, ხო? აი ეს არის მაგალითად მარსზე გაშვებული რობოტები, ხო, ეს არ არის ახლა რეალური კადრები, ჩვენ ხვდებით რომ ეს ანიმაცია არის, მაგრამ აი ეს მაგალითად რეალური არის. სინამდვილეს მანქანები ზუსტად ესე გამოიყენება, ჩვენ ვიცით რომ მარსზე უკვე დასმული არის რობოტებმა, ესეთ რობოტებს ნამუშევარი აქვთ მთვარეზე, ჩინური რობოტი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი საბჭოთა კავშირის ჰქონდა უშუალოდ უნახოთ ეძახდნენ და ესეც საინტერესო მიმართულება არის და ფათაშორის ამ რობოტის პროტოტიპებზე მუშაობა ბავშვებს ძალიან ახალისებს. აი თქვენ ხედავთ მაგალითად მარსიდან გადმოცემულ სურათებს, ეხა იქ რომ მუშაობს იმ ასე ვთქვათ რობოტის, ხო? ეს კიდე ცალკე მიმართულება არის. რა დაგჭა ეხა ბოლოსაკენ რომ გავიდეთ. ძალიან საინტერესო მიმართულება არის. რობოტებს აძლევენ სხვადასხვა ცხოველის ფორმას. აი ამ შემთხვევაში მე მიუწერ ცხოველს და მე იმედია რომ ამომიგდებს აი ამ ქალბატონის, აქ ბევრი არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო და არ დაეჯერება რომ ესეთი რობოტი არსებობს. უბრალოდ ერთ-ერთ გამოფენაზე აი ეს ესე იგი რობოტის დემონსტრირება მოხდა, რომელსაც ჰქონდა ცხენის ფორმა, ძაღლის ფორმა რო აქვს რობოტს, ეს ალბათ აი ეს რობოტი ბევრს აქვს დანახი, ყვითელი, ხო? ესე იგი მოდით ცხენი მიუთითოთ. ხო, აი წამით რომ ნახოთ რეალური პროტოტიპი ვნახოთ მინდა და არა ასე ვთქვათ ხელოვნური. სამწუხაროდ ესე იგი ის მოსაწევი მაქვს, მაგრამ დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, აი აქ არის საუბარი, ეს ხელოვნური არის, აი ეს შეიძლება არის არახელოვნური ინტელექტი ის. ესეც ხელოვნური ინტელექტის საოცრება არის. ხელოვნური ინტელექტის გამოსვლის შემდეგ, ხო? ვერ გაარჩევ რა არის ტყუილი და მართალი. გონი ანტილოპის ფორმა ქონდა ამას. ნუ მოკლედ მე ხა არ მინდა ტყუილად რომ დავკარგო, აი გადავა პრეზენტაციაზე, თქვენ დაინახავთ სურათს, აი ნახეთ, აი ეს არის რეალური რობოტი,
მაზეზის ქალბატონი ის მოძრაობს როგორც ცხოველი, ანუ ძუძუმწოვარა ცხენი და შეუძლია გადაადგილდეს. დიდი განსხვავება მასთან და ძაღლობებს შორის არ არის, მაგრამ არის. და სულ ბოლოში რა თქმა უნდა ჩვენ გვჩება ჰუმანოიდური რობოტები და აქ მინდა გითხრათ, რომ მე გირჩევთ, რომ აი ბავშვებთან ერთად და ჯერ თქვენ ჩაწეროთ ესეთი კომპანია. რატომაც მე პრიორიტეტს Boston Dynamics ვანიჭებ, შევიდეთ მის გვერდზე ამ კომპანიის და აქ ნახავთ მაგალითად აი მოდით ნახოთ ბოლო, ესე იგი, მათი რობოტი რას აკეთებს, ესე იგი, რა შეუძლია ამ რობოტს. გავშალოთ დიდ ეკრანზე. თქვენ ხედავთ, რომ აქ საოცარ წარმატება არის მიღწეული. აი თქვენ ეს არ არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათი, ეს არის რეალური მათი ბოლო რობოტი და მისი მოძრაობები საოცარი არის. გინდა კოორდინაცია, გნებავთ სისწრაფე, ფორმა, манипуляция ხელებით, ხო? ესე იგი, უფრო და უფრო ჩვენ ხედავთ, რომ რობოტი ემსგავსება ადამიანს. სხვა შორის საინტერესო ვიდეო არის, ნაჩვენები არის, როგორ უშვებდა შეცდომებს და თანდათანობით როგორ იხვეწებოდა მისი, მაგრამ აი მათ ბოლოს და ბოლოს მიაღწიეს იმას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ეხლა მე თუ გადავალ აგერ კადრის ბოლოში დავინახავ, რომ აბსოლუტურად სრულყოფილად იმოქმედებს. აბა ბოლო მოქმედებაც ვის ხო აი უკვე გავიდა და ესე იგი მე გამოვტოვე ბოლო მოქმედება. ბოლო ნახტომს გააკეთებს ალბათ. აი ეს უკანა ნახტომი არის, სად არის? აი ნახტომი უკან არის ერთ-ერთი იდეალური მაჩვენებელი, რომ კოორდინაცია მექანიზმის ისეთი არის და ის სწორდება, რომ ესე იგი საოცარ შედეგს აქვს მიღწეული, ხო? რაც შეეხება ამას. ეხლა რომ დაუბრუნდეთ, ესე იგი ისევ ჩვენ მოკლედ ეს არის აი Boston Dynamics-ის ეს გვერდი და მე გავუწევდი სწორედ მას რეკომენდაციას რა. არ ვიცი, ამდენად მოკლედ გამომივიდეთ ამ ბოდიშვიხტი, რომ გარკვეული ხარვეზები დავიწყოთ, ეს შეხვედრა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რობოტების თემა ძალიან საინტერესო არის. შეიძლება ჩვენ წავიდეთ ფილმებში, მაგრამ ისტორიული კონტექსტი და მრავალფეროვნება. ეხლა რაც შეეხება აქტიობას, რომელიც გვინდა რომ შემოგთავაზოთ, ესე იგი, აი მე გადავდივარ Word-ის დოკუმენტში, ჯერ გაჩვენებთ მის დედანს. მე და ჩვენი პროგრამა საოცრად უწევთ რეკომენდაციას აი ამ გვერდს, ეგრეთ წოდებული ინჟინერიის სწავლების გვერდს და აქ ჩვენ წავაწყდით ესეთი, ესე იგი, გაკვეთილს პროექტს. გათვლილი არის მე-11 კლასელებისათვის. მოდით ესე ვთქვათ, ვინ შეიძლება გააკეთოს აი ეს რობოტის მსგავსი მანქანები. ეს არის აი თუ ბავშვები შევლენ ელექტროინჟინერიაში, 1-2 წლის მუშაობის შემდეგ, შეიძლება 1 წლისაც გააჩნია, რამდენ დროს დაუთმობთ, რამდენად სიღრმეებში წავლენ, თავისუფლად შეძლებენ ამ ტიპის მექანიზმების გაკეთებას და მე ეს იქნება უკვე საფუძველი უფრო სრულყოფილი მექანიზმების მუშაობის და ჩვენავიღეთ აი ეს ეგრეთ წოდებული ლანჩის ბოტი, წახემსების ბოტი, ეხლა რატომ? აი თქვენ ხედავთ აქ სურათს, მე ხა ამას ეს უბრალოდ ვაჩვენებ პირველ წყაროდ, ჩვენ ამას ავტვირთავთ, ეს ინგლისურ ენაზე არის და აქ უკვე დაინტერესებული მასწავლებელი, ვისაც წვდომა აქვს ინგლისურზე, შეძლებს დამოუკიდებლად იმოქმედოს. აი ეს, მოდით მე მას გავაფართოვებ და მივცემ ესე იგი აი გვერდის, ერთი გვერდის სიგანის ეს თქო ფორმატს, ცოტათი დავაპატარავებ. ხო, ჩვენ საუბრობთ სამხარის ბოტი ქართულად თუ თარგმნით. საიდან წამოვიდა ეს სახელი? სახელი წამოვიდა იქიდან, რომ მე შემიძლია შევუკვეთო 12 საათიან საჭმელს ეძახიან, ხო? ინგლისურენოვან ქვეყნებში ლანჩ და აი რაღაცა პურის ნაჭერია ბუტებროდი და პატარა მანქანა მომიტანს იქ, სადაც მე მინდა, რომ ის ასე ვთქვათ, მოვიდეს რა. ჩვეულებრივად ჩვენი სამუშაო ფურცელი ამ გაკვეთილის გარკვეული წინა შესავლით იწყება, ხო? შემდეგ არის გაცხადებული სასწავლო მიზნები, იმიტომ რომ აქ რა არის საინტერესო, ესე იგი ცოტა მაღალი დონის პროექტი არის. აქ ბავშვები შეძლებენ კოდებზე იმუშაონ, ერთ-ერთი მთავარი სენსორი, რომლითაც რობოტი ხვდება, სად მიიტანოს, სად მოიტანოს, რა მოქმედებაზე გაჩერდეს, ეს არის ინფრაწითელი სენსორი და ინფრაწითელ გამოსხივებაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა პარალელურად გარკვეული აკადემიური ცოდნა მოიპოვონ, ისწავლონ,
შეიძლება დაკავშირება იმ ეტაპს, როდესაც გადიან ამ თემებს, ასე ვთქვათ, სკოლაში და შემდეგ ისინი უკვე მუშაობენ ამ რობოტზე, ის არ არის ძვირადღირებული, კორპუსი სულ ყველაფერი შეიძლება თეკლა. მოდი თუ შეიძლება ვაჩვენოთ ჩვენი გაკეთებული რობოტი. აი ესე აქ არის კომპონენტები, რაც არის საჭირო. ნუ გარკვეული ცოტა, მოდი მოიმზადე ერთოს და მე აი დავასრულებ, ხო? თქვენმე გაქვთ გარკვეული მცირე мотиваცია განმარტებებით სხვადასხვა მიმართულების, აქ არის როგორც ანალოგიური, ესე იგი სიგნალების მიღება, ასევე ციფრული სამაში გაერკვევიან ბავშვები. მცირე ისტორია მე გაჩვენეთ კიდევაც ეგრეთ წოდებული მობილური რობოტები, რომელსაც პროცესებში ვიყენებთ და ეს საინტერესო პროცედურა არის, რამე თუ ის ხედავს, როგორც მე მახსოვს, თეკაში შავ ფერს, ხო? ანუ შავი ფერს ხედავს და შეიძლება, ესე იგი, რა ქვია, ამ ფერით ბავშვებმა გარკვეული მოქმედება გააკეთებინონ, როდესაც ის ჩერდება, როცა აღიქვამს იმ შავ ფერს, აი მაკდონალდსის ფისოც სხვათა შორის დაახლოებით ამ პრინციპით, ასე ვთქვათ, მუშაობს რა. მერე მოცემული არის მიახლოებით როგორ ეწყობა ეს სისტემა და აქვე არის მოცემული კოდი. მე მინდა ყველას გითხრათ, რომ თუ რომელიმე თქვენთაგანი თავის კლუბში, თავის მოსწავლეებთან ერთად გადაწყვეტავთ, რომ იმუშაოთ ამ პროგრამის მიხედვით, ჩვენი ერთ-ერთი დანიშნულება არის ჩვენი, ასე ვთქვათ, პროგრამის ახლა მიმართულებას გვეძახიან სწორედ ის, რომ დაგეხმაროთ თქვენ, ანუ დაგვირეკოთ, შევთანხმდეთ, შეიძლება მობრძანდეთ ჩვენთან ლაბორატორიაში და ნამდვილად დაგეხმარებით ამ ტიპის მექანიზმის აწყობის, თუ ფასზე ვიტყვით, მე მგონი 100 ლარში თავისუფლად ჩაჯდებიან, ხო, უფრო ნაკლებშიც. ეს საკმაოდ მარტივი არ არის რთული მექანიზმი, სენსორები არის, მე მგონი ცოტა ძვირი, მე მგონი 20 ლარიღის თუ რაღაც ეგეთი რა. რაც ეს ფარგლები არის სენსორების, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგადად არის. ეხლა მე რა მინდა რომ მე მინდა რომ ეხლა გადავიდე მეორე იმაზე, ესე იგი ეს მე მგონი გავაკეთეთ. მე ეხლა შევალ ერთ წამით, ესე იგი შევცვლი კამერას და აი ჩემმა კოლეგამ და კოლეგამ მოამზადა, აბა ნახოთ სად ახართ თეკლ თქვენ. თქვენ არ ახართ. ეს თქვენ არ ახართ, ეს ხო არ ახართ. აი მე მგონი აი ეს ახლა შემდეგი, ხო? აი მოვედით. თუმცა რაღაცა კორექცია უნდა ჩავატარო, ხო? მე ამის მაცადე ერთოთ, ესე ხო არ დავაპატარავ გამოსახულება ერთი წუთით, ესე აი ესე ხო არ სამოვიდე, ნახეთ ცოტა გვერდზე გამოვწევ კამერას, ხო? კიდე ცოტა ცენტრისაკენ, აი მე მგონი ესე უკვე კარგი იქნება, ხო? აბა შევხედოთ როგორ არის ესე დიდ ეკრანზე, მე მგონი ნორმალური არის, არა? თუ ცოტა ესე გამოვწევ, აი ახლა მე მგონი ნორმალური არის. დავაპატარავ გამოსახული, ცოტა მოვშორდე გამოსახულებას. აი მე მგონი ესე საკმარისი არის, ხო? ხო, კოლეგები, მე მგონი თქვენ ახლა ხედავთ, ესე იგი თეკლა, ეს ხედავთ ჩვეულებრივი ყუთისაგან არის, ხო, გაკეთებული? კი, რეები არის. აქ საინტერესო ელემენტი არის, რომ მართულები იყო ბევრი. და თვალებიც მე მგონი ცოტა გოგოს თვალებს წააგავს, არა? კაი, მოდი აბა აგვიხსენით ეხლა, ესე იგი, რას ვაკეთებთ? მე მგონი ვიზუალურად ეტყობა, რომ სკოლის ბაზაზე ამის გაკეთება პრობლემა არ არის. ხო, გისმენთ აბა? ხმა არის მის. უკაცრავად ერთოს თეკლა ხმა არის მას. აქ რო გადმოვიდეთ ამ მაგიდაზე. მაცადე ერთოს მოდი შევცვალოთ მაშინ მაგიდა, კარგი? აბა აი ეს არის ერთი მაგიდა. დავშორდები ერთოს მე იმას. აბა გამოშტი შენ. აი ეხლა გამოშტი. ეხა ისმის თეკლას, აბა გვილაპარაკე თეკლა. გამარჯობა. ახლა ისმის თეკლას. კი, აბა გითხარი ესე იგი თეკლა ხა ჩემს მოგიყევი. არის პროექტი არის, დაგჭირდება Arduino, Corona, 4 ჩვეულებრივი ბატარეა, რელე, ნუ ჩამთვალ გამოთვლილი, სასურველისამებრ, 2 ეს უაფერი აღწერილიც არის, იქ და ძირითადად არის ეს ორი ინფრაწითელი, ხო, აი წირო არის. და 2 სერო, რომელიც ადვილად მოდიფიცირებელი არის. ხო, კი ბატონო. ამის საშუალებით უბრალო პროექტი შეგვიძლია გავაკეთოთ, რომელიც აბა ნახოთ რა შეკეთებს. ესე იგი, ჩვენ გვინდა რომ რობოტი მივიდეს ამ ფოსთან, ხო? აი ჩაერთო მისი სენსორები ერთი წუთით.
მოდი ეხლა მე გადავთავ რა ხან ორი კამერა გვაქვს და იქნებ იმ კამერამ უკეთესად აჩვენოს, ხო? მაცად ერთოც ჯერთი მოდი დავპინოთ ძირითადი კამერა, თორე ამ არეულობაში დამავიწყდა და მე მხოლოდ ერთ გვერდით ეკრანზე მოვჩანდი. აი ეს არის ჩემი ძირითადი კამერა. ეხლა მოდი ისაუქრათ. ხო, ამ იმან ძალიან აგვრია რა. ესე იგი შემოატრიალოთ შენ იმისაკენ, მაცად ერთოც იყო შემოატრიალოთ გამოდამანახებიობები. მე მგონი მოჩანს, ხო, ეხლა უკეთესად შენ როგორ შავი ფირფიტა, აი შავი ფირფიტა აქ არის, ორი სენსორი გვაქვს. მოდი აბა ჩავთოთ. აი ეს ვითომ ჩავდეთ შიგნით საჭმელი და უნდა რომ მოგვიტანოთ, ხო? და აი მოდის და ჩერდება ამ შავ იმასთან. თუ დავაბრუნებთ უკან, აი ნახეთ, აი მოტრიალდა და დაინახა და მოვიდა და მოგვიტანა რა. თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ გამიჯერეთ ბავშვები ძალიან იხალისებენ. ხო, აი ჩვენი რობოტი აი მოკლედ ესე მუშაობს. კარგი, ხო, რა ვიცი, დავტოვოთ ცოტა ხანია შენ რობოტს და მე აი ცოტა გვერდზე დავშლებ. ხო, აი ეს არის, ესე იგი, აღწერილი პრინციპში იმ ფაილში და მე ვფიქრობ, რომ გამოგვივა რა, ანუ არ ეწოც აწერეთ იქნება პრეზენტაცია ჩაგდებული კი ბატონო, სენსორები ქვია უბრალოდ თუ აქვს რაიმე სხვა სახელი. არა, ამას გეტყვით ზუსტად, შეხედეთ, ესე იგი საბოლოო დოკუმენტებში, რომელსაც ჩვენ ავტვირთავთ, ხო? კოლეგებო, აქ, მოდით მე აქ შევხედავ, რობოტ ერთად გამოვხდე. ჩვენ მითითებული გვექნება ზუსტად მაგალითად, ესე იგი 2 თუ 3 მაღაზია არის თბილისში, სადაც ამ ტიპის ელექტროინჟინერული ესე კომპონენტები იყიდება. სერია, ნომერი, როგორ მოძებნოთ ეს ის, ამიტომ კომპონენტებს თქვენ ზუსტად იპოვით რა. გარდა ამისა, შემოქმედებითი მიდგომისათვის, ხო? ჩვენ გავხდით პირველ ორიგინალებს, თუნდაც საერთოდ სამოდელოდ წავიღებთ და ამოვარჩიეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ზოგჯერ ბავშვებს, რა ვიცი, ახლა შეიძლება ჩვენ რომ მოვიფიქრეთ ლაბორატორიაში, იმაზე უკეთესი მოვაფიქრეთ რა. რა ვიცი, ხო, ის ჯობია როგორ რომ მასწავლებელს რომ მოსწავლეჯობდეს. ამიტომაც კი ეს რესურსები დეტალურად იქნება და შესაბამისად მე ვფიქრობ, თავარი რა არის, იცით, აი თუ ვიტყვით რომ გაკვეთილი აი მაგალითად 20 ბავშვიანი კლასი მყავს, ხო? შეიძლება 20 ბავშვიანმა კლასმა იმუშაოს ეს რობოტზე. მე რა ვიცი, მე მოგიწოდებთ რომ გაფეთოთ. გასაგებია სკოლას მოუწევს სიტყვაზე შეიძლება დავყოთ თუნდაც 5 ბავშვიან ჯგუფებად, ყველამ რაღაცა თავისი ფუნქცია გაინაწილოს და შეასრულოს თავისი ნაწილი. ვიღაცამ დაპროგრამება, ვიღაცამ დიზაინი, ვიღაცამ იმუშაოს სენსორებზე, გაინაწილონ შრომა, რომ ყველამ ცალ-ცალკე რაღაცა წვლილი შეიტანოს საერთო პროექტში და მაგალითად მე შეეჯიბრონ ერთმანეთს და გარეგნობა საერთოდ და რა ნაწილებისაგან გააკეთებენ, აბსოლუტური შემოქმედება იქნება რა. მე მესმის რომ შეიძლება 45 წუთიან გაკვეთილებზე ცოტა გაგვიჭირდება და აუცილებლად გაგვიჭირდება. მაგრამ შეიძლება ესეთი მუხტი იყოს, რომ რაღაცა გაკვეთილზე შევჯერდეთ სადავართ და ვაჩვენოთ ერთმანეთზე და მე დარწმუნებული ვარ, მე დამოუკიდებლად იმუშავებენ ეს ბავშვები. წელიწადში ერთხელ, ნუ სემესტრში ერთხელ ხო იდეალური იქნება. ამ ტიპის პროექტზე კლასმა რომ იმუშაოს, რა საგნებში? ხა ფიზიკაში რომ იმუშაოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, დასაბუთებული იქნება და სტანდარტში წავა. ბიოლოგია, ქიმიაში შეიძლება იმუშაოს? ნუ მოდით ეხლა არ დავიწყებ დარწმუნებას, მაგრამ შევესწრებ მომავალში უფრო ამ ტიპის საგნობრივი მიმართულების პროექტები წარმოგიდგინოთ რა. მაგრამ მე რომ მკითხოთ, რაც შეეხება ბიოლოგიაში, სადაც საუბარი არის ჩვენ დიეტებზე, ჩვენ ცხოვრების რიტმზე, ცხოვრების ჰიგიენაზე, ხო? იქ რობოტები უკვე ცხოვრების ნაწილი არის. ამიტომ რა ვიცი, იქ მაგალითად გავბედავდი. ხელოვნების მასწავლებლები თუ ყავს ვინმე, რომელიც დაინტერესებული არის ამ საქმით, ამ მანქანის დიზაინზე ვამუშავებდი, ვერ შევთანხმდით მე და თეკლა, მე მაინც გვალთვალებს დავუხატავდი რა. კარგი, აი მე რაღაცა ჩვენი დროც ამოიწურა, ხო, მე შემეშალა კამერა შევცვალეთ. ამიტომ ამითი დღევანდელ შეხვედრას დავასრულებ, ბოდის მოგიხდით, რომ გაუგებრობები გქონდა და ამასაც გავთვლით სხვათა შორის. იქ რაღაცა თავიდან პირველი შეხვედრის იყო, ამან გამოიწვია გარკვეული გაუგებრობები, მაგრამ ერთი რამე ვიცით, რომ ჯერთი მადლიერი ვარ თქვენი, რომ იცლით და თუნდაც 4-დან 5-მდე მონაწილეობთ, აი 28 ადამიანი არის დღეს.
და მეორეს მხრივ ეს ჩანაწერები იქნება მათ ჩვენ ჩამოვტვირთავთ და Facebook-საც ასე ვთქვათ ავტვირთავთ, რომ იქაც თქვენ ნახოთ, YouTube არხსაც გავაკეთებთ და მოკლედ ბევრი STEM სკოლაში. ჩვენ ყოველთვის ყოლე კიდევ ერთხელ გავმევთ ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანას ჭირდება, რომ ათასობით ბავშვმა, რა ვიცი, 2080 სკოლიდან 1000-ში და საბოლოოდ თითქმის სულ ყველაში ვეცადოთ, რომ ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი იყოს ეს უნარები. ეხლა აი აქ მე ვხედავ, რომ კითხვა აწეული აქვს ქალბატონ რუსუდანს, გისმენთ ქალბატონ რუსუდან და მოდით კითხვების დასმის ეტაპზე გადავედეთ. გისმენთ ქალბატონ რუსუდან. რუსუდან არზიანი აწეული აქვს ხმა, ხელი უკაცრავად. სხვა რა აქვს ამის შეკითხვა? თუ მე არ მესმის. შემთხვევით ხო არ არის ისე რომ მე არ მესმის თქვენი ხმა? ჩართულია არა, ალბათ ჩართვა შეგვიძლია. ხო, რა ვიცი, აბა თუ შეკითხვა არ გაქვს, რა დავიმშვიდობებით ერთმანეთს და თუ შეკითხვა გაქვს, მე პასუხს გავცე. უბრალოდ ხელი აწეული მხოლოდ და მხოლოდ აი რომ შევდივარ, ჩვენეთობა ერთად. აი, ფატიმა, თქვენც გაქვთ ხელი აწეული, ჩხიკვიშვილი. მოგესალმებით, ცოტა გვიან შემოგიერთით, რაღაც პრობლემა მქონდა დენის გამო და ბოლოს ეს რობოტის ფაილი თუ იქნება ატვირთული. კი, რა თქმა უნდა, იქნება. შეხედეთ, აი კიდევ ერთხელ ვაზიარებ, ეს არის ორიგინალური ინგლისურენოვანი წყარო. ეს არის ჩვენი მოდიფიცირებული ქართული, ხო? ეხლა კითხვა გაისმა, ესე იგი, სენსორებთან დაკავშირებით და ალბათ ამ ჩამონათვალს მე ვთხოვ, ვინც შექმნა თეკლამეს, რომ უფრო დეტალურად მიუთითოთ იქ თითოეული კომპონენტი, სად რომ შეცდომა არ მოხდეს შეძენის დროს და დიახ, აუცილებლად. ესე იგი, ამასაც აი შეხედეთ, აი აქ, აი ამ სივრცეში, სადაც ეს ჩვენი ზოგადი საერთო გვერდია, ეგრეთ წოდებული ჯენერალი, აქაც დავდებთ ხოლმე აი ამ გვერდზე, აი როგორც მაგალითად წინა პრეზენტაცია ავტვირთეთ, ხო? ასევე მინდა გითხრათ, ეს სულ ყველაფერი აი აქ აისახება და მე უფრო და უფრო მოვაწესრიგებთ ამას სულ ყველაფერს რა. და გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენ დაგვიკავშირდეთ პროგრამაში, როგორც მიიღოთ კონსულტაციები დისტანციურად, ინდივიდუალურად, ასევე შეგიძლიათ თქვენ მოსწავლეებთან ერთად მობრძანდეთ და რატომ ვცდილობთ, რომ მოსწავლეებიც მოვიდნენ, იცით? მესმის, რომ ოდესაც ჩვენ მასწავლებლები რაღაცას სწავლობთ, ჩვენ თვითონ ეს მნიშვნელოვანი არის. თუმცა ხშირად ხდება, რომ კლასში რო შეგაქვს რაღაც გარკვეულ პრობლემებს აწყდები, თითქოს ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გამოგდიოდა მარტო. ამიტომ, ოდესაც ჩვენთან მოდიან მასწავლებლები და მოსწავლეები, ხო? სხვათა შორის, როგორც ვიცი, ერთ-ერთ ჩვენ კოლეგას ეს სტატიაც აქვს დაწერილი, საერთაშორისო სტატიებში ხდება ეს მეთოდს ეძახიან კლასი ლაბორატორია. ანუ შესაძლებელი არის, რომ გამოიცადოს, ასე ვთქვათ, აქ აი ჯგუფში ბავშვებს რა გამოსდით, რა არ გამოსდით, ამიტომაც ეს უბრალოდ ექსკურსია არ არის ჩვენთან, ჩვენც მადლობელი ვართ ყველა ჯგუფის, ვინ ჩვენთან მოდის, იმიტომ რომ მათგან ვსწავლობთ რა არის სწორი, რომ მეთოდურად შესთავაზოს სკოლას, რა შეუძლება დაუძლეველი იყოს, იმიტომ რომ ეხლა მე ლამაზი რაღაცები შეიძლება მოვყვეთ, მაგრამ ის ვერაფერი სასწავლო პროცესში ვერ განხორციელდეს, ვერც ფორმალურში, ვერც არაფორმალურში. ასე რომ თუ გაქვთ სურვილი, მობრძანდით და გამოიყენეთ საშუალება და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებთ. ჩვენ ამისთვის ვარსებობთ. კიდე ხო არ აქვს შეკითხვა? ვის აქვს კიდე შეკითხვა? თუ არ და მაშინ დავასრულოთ. თუ შეკითხვები არ აქვს, კიდე ერთხელ მადლობა რომ მობრძანდით, კიდე ერთხელ გვაპატიეთ და შევეცდებით რომ შემდეგ ვებინარზე ტექნიკური ხარვეზი აღარ იყოს. შემდეგ ხუთშაბათს უკვე ნუგზარი ჩამოვიდა, ბატონი ნუგზარი მოსულიშვილი, ესე იგი შვეიცარიიდან, ცერნიდან და ის წაიყვანს სახელი ჯერ არ ვიცით, მაგრამ დავდებთ ანონსს აუცილებლად ამ შეხვედრის და შევეცდებით ასევე სხვადასხვა ადგილას დავწეროთ, რომ აი ეს გაუგებრობა, რომ სხვადასხვა შეხვედრებზე შევიდეს ადამიანი, აღარ მოხდეს. კარგით? ხო, ქალბატონ რუსუდანს აქვს ხელი აწეული, როგორც მოხდები ისე. ქალბატონ რუსუდან, გაქვთ შეკითხვა? შეკითხვა მაქვს, მაგრამ ჩვენი ხმა არის ის ეტყობა. გესმით ჩემი ხმა? კი, მე მესმის თქვენი ხმა. დიახ, წინათ არის მოდა ჩემი ხმა და იმიტომ გაგეთიშეთ.
მოგესალმებით ყველას, მინდა რა გკითხოთ. აი დიზაინისთვის მასალა სად შეიძლება შევიძინოთ? მუყაოა თუ ფანერის ნაჭერია თუ რაღაც. გეტყვით ეხლავე, შეხედეთ, აი ეხლა ეს მე როგორც მახსოვს არის კამფეტების ყუთი. ოღონდ ხის ყუთი არის, არ ჩამოიტანეს თუ რაღაცა. მინდა გითხრათ, მუყაოსაგანაც კეთდება კორპუსი და შესაძლებელი არის ძველი საბავშვო სათამაშოები რო არის, აი ბორბალი იქიდან არის გაკეთებული. ეს რაც შეეხება შესყიდვის გარეშე თუ იყიდით. მაგრამ თუ თქვენ შეისყიდით, ხო? სადღაც მე როგორც მახსოვს, დაახლოებით 25 ლარის ფარგლებში არის სპეციალური კომპონენტები, რომელიც იყიდება მაღაზიებში, ჩვენ მიგითითებთ, შეგიძლიათ შეიძინოთ. ისინი გამჭვირვალე პლასტიკისაგან არის დამზადებული და თავისი ბორბლები მოყვება. ამ სათამაშოს დავალება, როცა მივეცით ჩვენ, რომ საჩვენებლად გქონდა, ერთ-ერთი ის იყო, რომ აგვეღო, აი, ქვედა ნაწილი არის სათამაშოსი, მოვლოთ და ზედა ნაწილი კიდე ხელში, აი, რაყუთით შეგვდა ეგეთი სასაცილო, რომ შიგნით იმიტაცია ყოფილიყო, ვითომ ახან თემსის მისატანი ბუტი არის, რომ შიგნით რაღაცას ჩადებ და ვიღაცას წავიღებ, ის გამოვიყენეთ. ასე რომ არსებობს, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ, შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიით თქვენ მოიფიქროთ. მუყაო თავარი არის, რომ ძიმე არ იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ანუ ძრავებმა უნდა შეძლონ და ბატარეები არის ყვება, შესაბამისად ამ ძალამ უნდა გაწიოს ამ ესე იგი ზარის, რაზეც არის დამაგრებული ხელსაწყოები გაწევა. ასე რომ დაგვიკავშირდით და იმასაც გეტყვით და ესეც შესაძლებელია. დანარჩენი ყველაფერი გვაქვს ნაწილი, უბრალოდ ეს იყო პრობლემა და ანუ გასაგებია რომ შეიძლება შეძენა მაღაზიებშიც. კი, მაღაზიაში იყიდება კიდევაც სტანდარტული ფორმა რობოტი მანქანის. არც ძვირების. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო დიახ. მოსწავლეების მოყვანასთან დაკავშირებით მასწავლებელთა სახლში არის სპეციალური სივრცე თუ რომელიმე სკოლაში? ესე იგი, შეხედეთ თქვენ ახლა უყურებთ მასწავლებელთა სახლში არსებულ სივრცეს, სადაც არის პროგრამა, ნუ ეხლა მიმართულება ქვია STEM სკოლებში. ორი ლაბორატორიული ოთახი გვაქვს. ეს არის ვაჟა-ფშაველას პროსპექტის ბოლოში. მე უნდა მომწეროთ, გნებავთ Teams-ის გამოყენებით, გნებავთ ისე პოსტით. მე აქ ტელეფონიც ამაქვს ჩაგდებული, მოკლედ დაკავშირება არ არის ადვილი. და მე უბრალოდ დროზე უნდა შევთანხმდეთ რა. როდესაც მე ან ნუგზარი თქვენ შეგხვდებათ და ან ჩვენი ასისტენტები და ბავშვებს აი ამ საათდახევრიან 2 საათიან სამუშაო შეხვედრას ჩაუტარებთ, სადაც ბავშვები საკუთარი ხელით ამ ლაბორატორიაში ქმნიან გარკვეულ მოდელს. თვითონ ლაბორატორიაც მინდა გითხრათ, თუ სკოლა ნელ-ნელა დაიწყებს აწყობას, ჩვენ მიგაჩნია, რომ აი ამ სტილში უნდა იყოს გაკეთებული ლაბორატორია. შეიძლება ეხა ის კამერა არ გქონდეს 360 გრადუსიანი, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ვიღწევადი არის. მადლობა. მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა ხო არ არის შეზღუდული ან იცით როგორ არის? ჩვენთან, როდესაც მოდის ბავშვების ჯგუფი, ჩვენ თხოვთ, რომ 12 ბავშვი მოიყვანოთ. მაგალითად, თუ სურვილი აქვს 40 ბავშვს, ჩვენ ვონებით, რომ მოდი იცი, აი ჯობია რომ სამჯერ მოვიდეს სხვადასხვა ჯგუფი, რატო? 12 კაციანი ჯგუფი ძალიან კარგად ერგება ამ სივრცეს და ბევრ რამეს კეთებას ასწრებს. არა, მაგალითად სკოლა ვართ ბავშვი არ იქნება. შეხედეთ, თუ რეგიონიდან ზოგჯერ ჩამოდის ხოლმე ტრანსპორტის საკითხი არის 20 ბავშვი, ზოგჯერ რაღაც 22 ბავშვი ჩამოსულა, იქ რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ უფრო დათვალიერების და ლექციის, ასე ვთქვათ, და ჩვენების სახეებს რა. ამიტომ აი, როცა დაგვიკავშირდებით და დავიწყებთ მოლაპარაკებას, ხო, შეთანხმებას, იქვე მოვილაპარაკებთ ბავშვების რაოდენობასთან დაკავშირებით. ზოგადად ჩვენი აუდიტორია გათვლილი არის იმაზე, რომ 20 კაციანი ჯგუფი მიიღოს. მერე დისციპლინასაც გააჩნია, რა ვიცი, ბევრი ფაქტორი არის, მაგრამ მოლაპარაკების დროს გამოიკვეთება როგორ ჯობს. მადლობა. ბატონო, ახლა ერთიც თუ შეიძლება თქვენ ბრძანეთ, რომ ქიმიის და ბიოლოგიის მიმართულებითაცო დავალებებსო გაჩვენებთო შემდეგო და ერთი იდეა დამება და ასეთი რამდენად სწორად ვამბობ, ოღონდ თქვენი რჩევა მჭირდება. ანუ ჩვენ ქიმიაში გავდივართ საკვების კალორიულობაზე თემებს და ხო შეიძლება რომ ამ რობოტს დავათვლევინოთ რამდენად კალორიულია და უშუალოდ ის საკვები, რასაც მიუთითეთ სიტყვაზე და კი, იცით რა, შეხედეთ ჯერთი დავიწყოთ, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული
რა ქვია, კოლაბორაციული ან თანამშრომლობითი რობოტები რო არიან მედიცინაში რო იყენებენ, რა თქმა უნდა ისინი ამას აკეთებენ. სხვა საქმე არის, იცით, რომ სასწავლო პროცესში სენსორი, რომელიც აი ეგეთ გაზომვებს აკეთებს, უკვე სრულფასოვანი სამედიცინო ინსტრუმენტია, მისი ფასი არის ძალიან მაღალი. რამოდენიმე რაღაც 200, 300, 400, 500 ლარი და უფრო მეტი ხის. ამიტომ ესე იგი ყველაზე იაფი სენსორები, რომელიც აი მე შეიძლება გირჩიოთ, ეს არის pH-ის მზომები, ну ტენიანობა, ტემპერატურა და ეს ასე ვთქვათ, გასაგებია, მაგრამ ქიმიურ შემცველობასთან დაკავშირებით მოით ესე გეტყვით. რობოტი რა გითხრათ, შეიძლება გარკვეული მექანიზმი შეიქმნას, ასე ვთქვათ, მექანიზმს უფრო გულისხმობ ვიდრე რობოტს. ანუ რეაქცია თვითონ ლაბორატორიული შეიძლება ჩატარდეს, ხო? არსებობს ქიმიური რეაქციები, რომელიც ადგენს შემადგენლობას. შეიძლება მიტანა, მოტანა, თვითონ რეაქციის ჩატარება ვეცადოთ და მოვიფიქროთ, რომ გახდეს ავტომატიზირებული, აი მე რაც მომდის თავში ასე. თუმცა ისე ვიძახი, რომ აი მე მინახია ხა მაგალითად, აი ეს რასაც თქვენ ხედავთ ხა, რა ვიცი ხა, ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება არის, მე მიყვარს უბრალოება. მაგრამ მაგალითად მე ვიცი სკოლები თბილისის კერძო სიტყვაზე რაღაც სწავლა რომ თვეში $5,000 ღირს თუ ევრო ღირს შეიძლება ისე თქო დიდარმა სკოლამ შეიძინოს ეს ისენი რა თქმა უნდა არსებობს ეს სენსორები ხო ხდებით და ამ სენსორების დახმარებით რა თქვენ ბრძანეთ ზუსტად ეს კვლევა ბავშვებთან ერთად ჩაატარეთ როგორც ლაბორატორიაში ისევე გარეთ აი დანარჩენი უკვე თანხის ამბავი არის მაგრამ აი ის ტიპი ის დონე რასაც აი ჩვენ ვიძახით რომ აი ყველასთვის ხელმისაწვდომი და რაღაცა მოგეუბნებით აი ჩვენ რაც ვცადეთ ესე იგი ელექტროგამტარობა რომელიც ადგენს კონცენტრაციის რაოდენობას მაგრამ არ არა ნივთიერების წყალში ესეთ სენსორები ხელმისაწვდომი არის pH-ის სენსორები არის ხელმისაწვდომი ტემპერატურა ტენიანობა ასევე აირში აირების ხო შემადგენლობა ხო, აი ეს არის ხელმისაწვდომი ფასი. დანარჩენი ყველაფერი ეს უკვე, მეცნიერული ინსტრუმენტები არის და აქ უკვე ფასის ამბავი არის. და მოფიქრება. დიახ. LTR-ის ელემენტის შეძენასაც შეიძლება. საქართველოში არის სადმე სადაც არის LTR-ის ელემენტი საკმაოდ ხელმისაწვდომი არის. მე როგორც მახსოვს, სადღაც 10-15 ლარის ფარგლებში არის. გააჩნია ზომას არის პატარა ზომის და დიდი. შეხედეთ მომწერეთ და ჩვენ გეტყვით, ზეპირად გეტყვით, რომ ესე იგი ყაზბეგის ქუჩაზე, ძველი პავლოვის ქუჩაზე, რომელიც უერთდება თითქმის უკვე არ მისული იმასთან გამსახურდიას გამზირთან, ხელმარცხნივ, აი კიდე ესე შემიძლია გითხრათ, ყოფილი რუსული სკოლა რო იყო, ვაჟას დასაწყისში პატარა ქუჩა ჩამოდის დაბლა, არის კაფე ლუკა პოლარე და იმის გვერდზე არის ორი მაღაზია. ერთს ქვია ედისონი, მეორეს ქვია DAC, დაკი. აი იქ ამ ყველაფრის შემდეგ იქ შეგიძლიათ იქ. ან უნდა გამოიწეროთ. არა, იცით რა, მაშინ თემუდან შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ. გასაგებია, მადლობა დიდი. თორე მაღაზიებმა ყველა შემთხვევაში თემუდან ნებისმიერ რაღაცას გამოიწერთ. გასაგები, მადლობა. იდე ხო არ გვაინტერესებს რამე? შეკითხვები თუ გათავდა? მაშინ კიდე ერთხელ გემშვიდობებით, შეგვიძლია დავტოვოთ შეხვედრა და მე ჩაწერასაც გავაჩერებთ. მადლობთ რომ მოიცალეთ და იყავით შეხვედრაზე. დროებით, შემდეგ შეხვედრამდე. მადლობა თქვენ საინტერესო ვებინარისთვის. კარგად იყავით. შემდეგი იქნება ბატონი ლუგზარი ფიზიკის თემასთან დაკავშირებით და აი იმის შემდეგი სხვათა შორის, ანუ შემდეგ კვირას კი არა და იმის შემდეგ ვამზადებთ ქიმიას, ხუთშაბათს მეცნიერება, სამშაბათს პრაქტიკა. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის. მადლობა. ნახვამდის.